ორი ოჯახი, სამი ოჯახი. ერთი მიდამი დაჭა, ერთი ტანი დაჭა, ხისა. ეს მამაკაცი გაუცხოვარია დაოჯახებენ და იმ ოჯახში ცხოვრობენ. ხო იცნობ რა? მოგესალმებით, ეს არის ბათუმელების ლაივი. ამ წუთას ვიმყოფებით ხელვაჩაურში, ხელვაჩაურის მერის კაბინეტში. ხელვაჩაურის მერის გამგეობის წინ დღეს დაიწყო აქცია სოფელ ქვედა ჯოჭოში მცხოვრები ოჯახები. ეს არის 2 ოქტომბრის მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები. ოქტომბრის მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებმა მოწყეს აქცია, შემოვიდნენ ხელვაჩაურის მერის კაბინეტში და ამბობენ, რომ არ აპირებენ კაბინეტის დატოვებას, სანამ ხელვაჩაურის მერი არ მერის კაბინეტში და ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხმაური და დაპირისპირება ახლა რამდენიმე წამის წინ სთხოვა მერმა მის თანამშრომლებს დაეტოვებინათ აქ ოთახი თუმცა შემიძლია თამამებინათ რომ აქ თქვის სანახაობა ქონდათ მერის თანამშრომლებს მოწოდები და უსმენდნენ იმ ბრალდებებს რომელიც თედორაძეების ოჯახს აქვს უშუალოდ ხელვაჩაურის მერის ოჯახი და ეს ბრალდებები არის საკმაოდ მძიმე და საკმაოდ ბევრი, როგორც ისინი ამბობენ, რამდენიმე წუთში შევძლებთ გავესაუბროთ ოჯახის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ჯოჭოში პირველი რაც მე მოგვიყვება თავისი მოთხოვნების შესახებ. რომელი პარტიის წევრები იყვნენ წაში ცოცხლადმოყოლილი ადამიანები და გარდა ამისა ისინი ითხოვენ პასუხს კითხვაზე თუ რატომ არ მიაქცია მერიამ ყურადღება მათ წლების განმავლობაში როცა ოჯახი წერდა არაერთ განცხადებას დახმარების თხოვნა. ალბათ განცხადებას წერს, ხო? დაცხასწრის დაწერას იქნება ახალი აზრი მოუდეს თავში. ერთი წინადადება. მას ამოდინახავდა ნებეთი არებაშვილები აგმიცოცხლოს. იქნებ სასწაული უნდა გააკეთოს, ეს ადამიანები გააცოცხლოს. უკაცრავად რომ მომიყვეთ, რას აპროტესტებთ დღეს ხელვაჩაურში? და ჩაწერეთ. ჩვენ მოვიწყოთ ხელვაჩაურის მერის გადადგომას და გეოლოგიური სამსახურის გადადგომას დაისაჯონ განმარტოვებად პასუხი აღგონ იმ სამი მიცვალებულის სისხლზე აღგონ პასუხი ამას მოვითხოვთ სანამ არ დაიშჩებიან მანამდე არ წავალთ აქედან ჩვენ გადადგომა არ გშველის მარტო 15 დღეა 15 გასული ერთხელაც არ მოუკითხავთ არც მკვდარი და არც ცოცხალი ერთი ხომ დარჩა ცოცხლად იმ ბავშვს მოიკითხე მაინც ის ბავშვი სად უნდა წავიდეს ვისთან უნდა იცხოვროს რა უნდა ქნას ეს ხომ ასეც დარჩა გარეთ ისიც დარჩა გარეთ ეს ეკუთვნის მერიას ეკუთვნის ეს იმას მას უნდა მოეკითხა პირველად რაიონის სპეციალების რა გამოვიწყდა მოვითხოვთ მის გადადგომას და დასჯას მარტო გადადგომას არა დაისაჯოს ვინ ჩვენს შვილების სისხლის დაღვრაში მონაწილეობა მიიღო დაისაჯოს უპასუხისმგებლობაში ხომ ჩაიდინეს უპასუხისმგებლო იყვნენ და არ მიაქციეს ყურადღება და მოხდა შემთხვევა ვინც დამნაშავეა თავიდან ბოლომდე კიდეც დატოვებენ ზათის სამსახურს კიდევაც წავლიან პასუხისმგებლობაში და ოჯახი თხოვდა და 40 დღე სანამ 40 დღეს 15-ში 40 დღეში მომთავრდება პოლიცია და კანონი მოსული რომ დაპატიმრებენ რომელმაც ოჯახს პირდაპირ ხელვაჩაურის მერის კაბინეტში დასდო ბრალი და უცხო რომ მომიყვეთ ჩვენს მაყურებელს რა შევახსენოთ უბრალოდ გითხოვთ მეწყრის 31-ში მოხდა ეს მეწყერი ცოცხლად დაიმარხა ოჯახი რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა გეოლოგებისგან შესწავლას
იქ სხვადასხვა წლების განმავლობაში ჩამოიშალა სახთან ახლოს მიწა, შემდეგ მანდარინის ნარგავები ჩამოიტანა, ესე უთხრეს გეოლოგებმა, რომ მიწას ხელი არ ახმოთ, მანდარინები მოჭერით და უსაფრთხოა ცხოვრება. მის შემდეგ კიდევ ერთხელ კედელი იყო გაბზარული, ქვევით სარდაფში წყალი გამოდიოდა, ამასთან ერთად სხვა ოჯახებიც ითხოვდნენ, მაგრამ ამ უბედური შემთხვევის ღამეს, როდესაც მე განცხადება გავაკეთე, უკვე გააქრა ყველგანაც განცხადება გეოლოგიურმა სამსახურმა, რომელიც უპასუხისმგებლოდ ძერელედ გასცემს დასკვნებს. მხოლოდ ზედაპირული დათვალიერებით სახელმწიფომ უზრუნველყოს დღეიდან ეს უბედურება იყოს ყველასთვის ზარის შემომკრავი, რომ სახელმწიფომ როგორც საბჭოური პერიოდის დროს უზრუნველყოს საფუძვლიანი გეოლოგიური კვლევა. სახელმწიფომ თავის სახსრებზე აიღოს ჩვეულებრივ გლეხს ამ კვლევის ჩატარება შეუძლებელია იმ ხელის სახსრებზეა. გეოლოგები წერენ, ჩამოასხი კედელი, დარგი ნარგავები, რატომ ვერ შეაჩერეს კედლით და ვერც თვითონ ვერ შეაჩერეს მეწყრული პროცესი მაინტერესებს. კიდევ რამდენი ოჯახი უნდა ჩაიყოლოს ესე უპასუხისმგებლობა დასკვნებმა. თუ გეოლოგებზე არ ქონდა ოჯახს მიმართული, რომელიც გამგეობაში იწერება ეს განცხადება 3-4 წლის განმავლობაში შეიცვალა მდგომარეობა, რომ გამგეობას უნდა დაეწეროს და შემდეგ გეოლოგები ისე მოვიდნენ, როგორ ამოვიდნენ და როგორ შეამოწმეს. კიდევ 7 ოჯახია ირგვლივ, რომლის რატო გაასახლეს ზევით ის ერთი ოჯახი თუ საფრთხეს არ წარმოადგენს. მერის გადადგომას ვითხოვთ, მაგრამ მერი ამბობს, რომ იქ ახლოს არავინ არ ცხოვრობს. რომ გკითხეთ, რამდენი მეტრო არის შენთვის ახლოს, რომელიც იმას რა ქვია, საფრთხეს წარმოადგენს 50 მეტრი, ალბათ შეეშალა სადარბაზოებში მერს. ეხლა ვითხოვთ, გადადგეს მერი, გადადგეს გეოლოგიური სამსახურის უფროსი და შემდეგ ვითხოვთ მათ პასუხისმგებლობის საკითხს. იმას შეცდომაში შეყავს გამოძიება. როგორც ხედავ, აი მათი მოკვლევა, რაც გაუგზავნეს გამოძიებას, ის არ არის საფუძვლიანი და ნორმალური. ჩაწერეთ ადამიანები, იქ ოჯახები, რომლებიც ეხლაც მეწყერსაშის ზონაში არიან. მთელი სოფელი იქ არის და ყველა ამას ადასტურებს. რამდენ ადამიანს ექნება ეხლა საფრთხე? დაახლოებით 7 თუ 8 ოჯახია, რომელიც წლების განმავლობაში წერენ განცხადებას. 7 ოჯახია. ხოლო დევაძის ოჯახის განსახლება მოხდა. ისიც ალბათ ფასდაუნდებელი ბრძოლა. შეგახსენებთ, ჩვენ ვიმყოფებით ხელვაჩაურის მერის სამუშაო კაბინეტში. ხელვაჩაურის მერის სამუშაო კაბინეტში არიან სოფელ ქვედაჯოჭოში 2 ოქტომბერს მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები. შეგახსენებთ მეწყრის შესახებ, რომ 2 ოქტომბერს განვითარებულ მეწყერს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 3 იყო ერთი ოჯახის წევრი, დედა, მამა და შვილი დაიღუპა, ასევე დაიღუპა 2 ახალგაზრდა მამაკაცი. 2 დღის მანძილზე ეძებდნენ მაშველები დაღუპულებს. ტენდერების დროს მაინც ხო მოყავთ გეოლოგები, არა? იმიტომ რომ თქვენი ტენდერი არ ჩავარდეთ. მაშინ მაინც ვერ ნახეთ, ვერ გადაამოწმეთ გეოლოგებისგან, რომ ვიღაცას მაინც ხონდა საფრთხე, ანუ ოჯახი იქ ახლოს მაცხოვრებელს იმ სოფელში, იმ ახლო ტერიტორიაზე 1 კილომეტრის ვიღაცას ხო ხონდა დაწერილი განცხადება. სულ შიში ვიყავი, გაწმინდებოდა დავრეკავდი, უნარა. ბაღლებმა რაკნე, ღამეში გარდარჩენ, ბაღლები გამარჯვენ. მათის 15 წელს ბოლო SMS-ია, ჩემთან და ჩემს დედაშვილთან გარდაგზავნილი დაძილების მეშინიაო. და აქ რაღაცა უკვე ჩასწრა სახლი. იმ ღამეს შუქიც გამორთეს. ბატონ ჯუმბერი, თუ შეიძლება, მივესი კომენტარი ყველას აქვს. არა. მივესი კომენტარი. კი მესმის, მაგრამ გვიან მოვედით და შეიძლება განმეორებით კითხოთ. არა, მივესი კომენტარი ყველას. ჩავეძერე. მაშინ თქვენი პოზიცია ჩავეძერე ყველას, უკას. იმაზე მაინც რომ მიპასუხოთ აპირებთ თუ არა მოთხოვნის შესრულება. ჩავეძერე, მე გავეცი პასუხი. ხელვაჩაურის მერს არ სურს ჩვენს გამოცემასთან საუბარი. მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ისევ რჩებიან მერის კაბინეტში და ითხოვენ ხელვაჩაურის მერის გადადგომას. ერთად შეიტანეს გეოლოგები, ერთად ამოვიდნენ. იმის თუ არის იჭმარას გახსნა. მერის სამსახურის თანამშრომლები ჩვენი საწყი. ის სინძუთას დაფაცურდნენ. მისანა ბაღნიდან ვანიდან ჩამივედი და იქ წავედი.
არის განახლებული დავჭი. ერთი მოიტანოს იმამის საბუთები და მერე წახო. იმანა მოიტანოს ერთი აკროსავი. ბატონო ჯუმბერ, ხომ არ გადაგიფიქრებიათ კომენტარის გაკეთება? მაცხადების დაწერაზე ვფიქრობ. 15 დღეა, რომ გადაგიხადო. რაც ბაღლები ჩერწვავენ, ასე პროიზებდება. ამშვიდება და დაწერს. ხება გოჩქარება. ამ 15 დღის მანძილზე, რაც ეს შემთხვევა მოხდა, მერიდან, ხელვაჩაურის მერიდან თუ იყო ვინმე ამოსული სოფელში? ასეთი ადამიანი, კაცი შვილი, ერთი კაცი ამბობდა მე ვიყავი გასვენებაზე, ისიც არ ეთქვია მე ხელვაჩაურის მერიდან. მე 2000 კაცი რას გავარჯები, მაგრამ ნამდვილად ველოდებოდი რომ მოვიდო და ან თვითონ ინამუსებდა, ან ვინმეს გამოგგზავნიდა რომ აგერ ვარ, თქვენს კვედით ვარ, იმოგლობაღანასაც მივხედავ. რამე დახმარება გჭირდებიან, მიცვალებულის დასასვენებელი ადგილი არ მქონდა. სახლი დაინახეთ, რომ არაფერი დარჩა. ერთი პრეზიდენტი რომ გაეკეთებია ბოძები დაესვა და მიცვალებულები. იქ დაგვესვენებია, რომ მე სოფლის საფლავს. ჩემი დედმამის კვედით დაგვესვენებია. არც იგი მომიკითხეს. საერთოდ 15 დღე გავიდა და საერთოდ ხელვაჩაურის მერია და გამგეობა და ჯანდაბა არ არსებობს. თვითონ მის ბაღლები იყვნენ აერიდან ჩამოსული. მეც ხელვაჩაურის მკვიდრი ვარ, მე ჯერ არ მომკვდარ ვარ, იმათ ისე დღე ეწერე, ახლა არ მოვასვენებ. თვითონ სოფელში რა მდგომარეობა, მეწყრული პროცესები თუ მეწყრული მოდის კიდე. ბევრი ერთმა დაცალა ბიძაშვილმა წამოვიდა, მეორე გადავიყვანებო, ჯერ ამბობენ რომ არ არის მეწყრული პროცესები. ჯერ არ ავსურვა სოფელში. და ეხლა თანამობრ რომ გადაიყვანეს, მაგრამ იქვევით ორი სახლი, სადაც ჩაიტანა ეს ნიაღვარი და სახლი, ის სახლიც საფრთხეშია, იმიტომ რომ თვითონ არიციან მეწყერი რას ნიშნავს. მე მეწყრულ დამეწყრელი ოჯახიდან ვარ, მე თვითონ. არიციან რას ნიშნავს. გაინტერესება ეშვილო ადით ის რაც დაარჩა მამისეული მიწა, იმიდანაც ასე დიდი მოვიდნენ გეოლოგები და წავიდეთ ერთად. ხო შეიძლება და ნახოთ კიდევ ერთხელ არის თუ არა იქ მეწყრული პროცესები, არის თუ არა უსაფრთხო. ჯერ რომ ნაძვები არ ყოფილიყო, გზა რომ არ ყოფილიყო, ჯანდაბას ვიფიქრებდი რომ დააწვა იმ ჩაის გაჭრილმა ადგილმა და კოლექტივი იყო უწინდა ხალხი იქ ბერიკაცები ასკანავეს თხილდნენ, თხრილები იყო. მე იტანეს ორი ნაფატკა ისი რასტური დაასხე, გეალეცებდნენ იმას წყალსაწვის უნდა წყალის გასასვლელი ღარი უკვე არ იფიქრე. ხალხი ახალგაზრდები მარტო პლანზე არიან დედასული. ვინ მოგითხრის და ვინ გეიყვანს ფერაძეები? ამიტომ ხელისუფლებამ დაიძრა. დაღედან დაუყმენი არიან, ერთი უფრო თუნდაც მეორე ჭრილს ვერ გეაჭერდა და იმისდა და ამისდა დაიძახიან. რა დაუწოდობა არის და თვითონაც არ ეშლება გამგებელს, დაგესწრება და ისწავლეს. მაინტერესებს მე ჩემსაც ვიციებ. ისაც ვთქვი ისე მუტახი აქ დაგდაბდარა. დედი ალბათანისა ჩემი მოხდა. ერთი ვარდმანზე თუ აყოფილა დიდი საქმე. ახალგაზრდასაც უყურებ. მიაცით თავისუფლება. გაგაგულება თქვენ გამოეცით და თქვენ მიეცით ნება. შეგახსენებთ რომ ვიმყოფებით ხელვაჩაურის მერიაში, კონკრეტულად მერის კაბინეტში, სადაც შეკრებილი არიან სოფელ ქვიდა ჯოჭოში განვითარებული მეწყრის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. ეს ადამიანები ითხოვენ ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას. ხელვაჩაურის მერს თხოვეთ კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მან გვითხრა რომ სხვა ჟურნალისტებთან გააკეთა ტელევიზიებთან უკვე კომენტარი და ჩვენთან კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა. კიდევ შევეცდებით მაგრამ ეს გარეთ ნახე რა გაიქნო მესლა. მოქალაქეები ხელვაჩაურის მერის კაბინეტში არიან შეკრებილები, გაჩვენებთ ახლა. აქვე არიან ხელვაჩაურის მერის თანამშრომლები.
ქვედა ჯოჭოში დაღუპული თავოჯახის წევრები ითხოვენ როგორც ხელვაჩაურის მერის, ასევე ხელვაჩაურის მერის გეოლოგიური სამსახურის უფროსის გადადგომას. ხელვაჩაურის მერი პერიოდულად შედის მეორე ოთახში და პასუხობს სატელეფონო ზარებს, თუმცა რაიმე კომენტარს არ აკეთებს. შესაბამისად უცნობია ჯერჯერობით რას აპირებს თუ არა ის თუ არ დაწერს განცხადებას, ერთადერთი ნერგი, რომელიც ცოცხლად დამაყრილ ოჯახს გადაურჩა, შვილი, იმიტომ რომ შვილი, ანუ ლამათი, იმ ბავშვს თიკას მოიყვანენ ბებიები და დავსავთ იმ ბავშვს. და როგორ შეხედავს, როგორ გაუძლებს ნახოთ იმ მოთხოვნით, სანამ არ გადავა, იქნება ბავშვი. სახლი არ აქვს, ყარი არ აქვს, არავის არ მოუკითხება. იქნება იქნები ვაღმისეითო. საოჯახო საფლავი გაითხარა. ადამიანები ცოცხლად დაიმარხენ და ისინი მეორეჯერ მივაბარეთ. ეს არ ვიცი, საუკუნეში ერთხელაც არ ხდება. საოჯახო სასაფლაოა. თქვენ იქ რომ მიხვალთ, მე არ ვიცი, რა ადამიანი უნდა იყოთ, რომ იმას გაუძლოს. საზმოსაფლავებით ერთი საფლავი გაუთხარეთ. ისე დავმარხეთ. სამხარეოდან ნეუჟელი რაიონში იმპერიკაცი არ იყო, რომ ეთქვა, რომ აგერ მანქანა და სამიქრავა მიცვალებულია დედამისის სახლის ციხისძიში. აგერ მანქანა და მოგელისაკურებ და ამის თქმაც არ შეეძლება. გამგეობას ის მაინც არ შეეძლო, რომ მოკვლევა გაეკეთებია პოლიციასთან ერთად და პასპორტებს რო გთხოვდნენ ცხედრებისთვის წასაყვანად. სირცხო ამ საუკუნეში გთხოვდნენ ჩვენ პირადობებს, რომ სად უნდა გვენახა იყავი პირადობები, რომ ცხედრები ექსპერტიზიდან გაგვესვენებია. მე რამდენი საუკუნეა, აი გიკვირთ ხო ბატონო? ხო გიკვირთ? ყველაფერი საკრებელი ჩვენთანზე მოხდა. განცხადებით ძირი მოვიდა. მარტო შეხარ თუ რამდენი ხალხია? მოდავე და კაცი პასუხს ააცებს. ამას მათი თქვენი ქუდები ყავან და მე ჩემი შვილების სისხლს დავ. ჩვენ ბევრი მოვარ, ჭირისუფალში ძალიან ბევრი ვარ, ძალიან ბევრი. არ გადააყენებენ, არ აგებიებენ პასუხს დააწვევით ეგრე გზაზე მოგნოვდება ორი სოფელი. ორი სოფელი ჩამოვა და გადავკეტავთ გზას, ამდენ ეყოლებათ ასე იმაში შენახული ნახა. ამასაც მე დააჩერვა ქალაქში და დავკეტავ ქალაქს და რიჟვაძემ გამოვდეს და მოხსნას. მის დანიშნული არა. ჩვენ სხვა არაფერს არ გვითხოთ. არ გვინდა არავითარი იმათი არის მატერიალური და არც არაფერი დახმარება. მაინც მომკითხავი არ იყო ვინმე. რანამუსით გამენაირად ვიცოცხლებთ, ვიცხოვრებთ. მე 240 ლარი პენსიას ვღებულობ და 380 ლარი წამავშვილობ თვეში. წამეიდინებ. შეგახსენებთ ხელვაჩაურის მერის კაბინეტში ვართ. აქ არიან მოქალაქეები, რომლებიც ითხოვენ ხელვაჩაურის მერის გადადგომას. ხელვაჩაურის მერი მეორე ოთახშია. და ის კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. მე თო იმას ნახავდი მაინც უბედურს. იმ შემთხვევაში თუ კი არ გადადგება და თქვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რას აპირებთ? ან რამდენ ხანს აპირებთ? არ შევწყვიტავ დაციებს. სანამ არ გადააყენებენ, არ გადაყენებაზე არა მარტო ლაპარაკი, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. პასუხი უნდა აგოთ. მარტო გადაყენება აქვს შვედში ჩვენ. ანა დაბნაშავე. დღეს ჩვენ ოჯახს აემართა, ასეთი ტრაგედია სხვას დაემართება. ვიღაცა კიდე გაუბედურდება. აი ბევრია ასეთი ჩვენი ოჯახისგან. სხვა მას რომ არ გაუბედურდეს ჩვენს არის. წავიდეს, მისი ფეხი ჩავიდეს მილიციაში გამოცხადდეს. ქრისტიანები რომ ჩამოვიდეს არ ვაპატიებ. თუ შეიძლება ცოტა ქრონოლოგიურად რომ მითხრათ, თუ გახსოვთ, როდის დაწერეთ განცხადება, რომ სახლი იყო მეწყერსაში? დაწერა ის საფლავში აშვიდა. ძირი ამგენთან იყო, ქსეროქსი იმას ჰქონდა სახლში, არაფერი აღარ დარჩა და ახლა ყველაფერს იზამენ. არაფერი არ არის ამათი თქმით, გაქრა ყველაფერი. მაგრამ გეოლოგები როგორ ავიდნენ საფუძველზე შეამოწმეს, ეს ხო გიკვირთ. კი არა, პირველად ჩამოსული მიწა კიდე ყრია იქ ჭიშკრებთან, შესასვლელი ჭიშკრებთან.
დაახლოებით 4-5 წლის წინ ოჯახში ბებია რო გარდაიცვალა, მაია მაშინ დაწერა, იმიტომ რომ მე ვახულდი, ანუ კიბეზე კიბესთან იყო მოსული წყალიც და ის მიწაც გამოდიოდა და თვითონ სახლის ქვევით სარდაფის კედელს ჰქონდა ბზარი, აი ჩაუბრეთ გაშლილი ხელი შევიდა. წყალი სავსე იყო სარდაფში რომ გაწვიმდებოდა. და რას ამბობენ ამ განცხადებებზე თუ ამბობილაო. ჩვენ ხელში სულიერი ყავს და არც გაღალდი. ანუ ოფიციალური დოკუმენტაცია არა, რაიმე გადარჩა. გაიყოლა ისუაღებულების ერთად 300 ტონა მიწის ქვევით ძმები იპოვეს და დოკუმენტაციას დეიბინ ხონდა და არ მენახა ღადევეძე პირამ. აი ადამიანი დღემდე ეძებს თავის ძმას. ო ინტერესა უყურებს ჯაპანის ბაღანი. აქა არის გარეთი გადაცა ერთ წედინეთი ბაღაცას მეტოდინე და იმასაც ხეები აღნიშნა. კი ჩემი დეიდა ანუ დეიდა ვიცი ჩვენ დეტალურად ვიცნობ მიხარ. გაიტაცა წყალმა ხელა კაცი მალხაზე სახლიდან ასმებოში გაქ და მოსილა ბაგრატას მამინდა იყო ჩვენი ბებია იყო ვიცი რომ არ ვიცი ჩვენ ყველას ვიცნობ დეტალურად. ჩვენ ბავშვად ხომ არ ვართ, მე 61 წლის გაგ. ვიცი აბა ყველა მიყვარდა სანიძენო დედა თქვენი ჩვენი საფიცარი ხალხი ვიცი არ წუხარ. თქვენ რომ წუხდე, ამ დონეზე არ მიიყვარდით საქმეს. ეხლა ფაქტიც ეს ძალიან წუხარ როგორია, იცი? ეხლა Facebook-ზე რომ გამოაქვეყნებენ დაიღუპა რაღაცა და ჩვენ ძალიან წუხარ ვიზიარებ თქვენ წუხარებას. აი ასე წუხარ შენ. ფერწერა გაიყო. მაგიცა დაწერეს თქვა. ასე წუხარ. არა, რა მაინტერესებს იცი, ერთი აქ ჩემცედა კავშირის ფინად მუშაობდა დუმბაძე თემური. ის კაცი იყო იქ დერეში. საიდან ზეროდე მინახე ჩვენი საიდან სადმოდა და ალენ ჯუმბერი კიდევ ერთხელ გთხოვთ კომენტარს მესმის სხვა ჟურნალისტებმა არა შენ ხვალ ზე შენ ძალიან ეს ადამიანები არაპირებენ თქვენი კაბინეტის დატოვებას არა მე ვიტმეშენ და აკელი ხალხი ჩვენი მოთხოვნა, დედების მოთხოვნა, დეიდების, ჩემი სისხლძარღვების მაიას მამიდაშვილი. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ჩვენი ჭირის უხალისს თქვენ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე და ადამიანურად დატოვოთ თქვენი პოზიცია. თანამდებობა. მოსulis შედარების დღეა ახლა მაიას იმას უნდა მიუწოდოთ ამბავი ჩვენ. მაგის ეგ არ არის ჩემთვის თქვენი პასუხისმგებლობა განცხადების დროს არ მეკეთეთ. გამოძიება რას დამეკეთებს ბატონო, გამოძიება რა იცის მე რა მჭირდა და თქვენ რა გააკეთეთ რომ პასუხისმგებლობთ იყავით ყველა განცხადებაზე. განცხადების დროს არ კითხულობთ. სტიქია ჩამოწვა იქ არ იყავით ჩვენთან ერთად. ქვევით მიხვედით კი წამოხვედით. მიცვალებულების გადასვენებისას ოჯახს არ დაუდექით გვერდით. თანაგრძნობა არ გამოიჩინეთ, ბავშვს არ კითხულობთ, არა 15 დღე გავდედათ, თქვენ რაზე მეუბნებით? თქვენ აქ ვისთან ხართ მოსული საჯარო სამსახურში ხართ, ხო ხალხის არჩეული ხართ. ოჯახებისთვის, მოქალაქეებისთვის, დაუბედურებული ხალხისთვის აქცალია, ვისთვის ხცალია, ხო და გააცალეთ ეს განცხადება და გადადეთით. ეს არის თქვენი ჩვენი მოთხოვნა. თუ რამე გაქვთ ოდნავ მაინც ადამიანური შეშენილი. მე ვფიქრობ ეს ყველაზე კაცური და ადამიანური იქნება, როგორც ჩვენი მკვდარი მამის პოზიცია. შეიძლება კიდე პასუხისმგებაში არ მიქცეთ. მარტო გადადგომით დახტავდეთ. ვერ გააჩერეთ სოფელს, ვერ გააჩერეთ ჭირის უფალს. 7 ოჯახია იქ ყველა მეწყულ ზონაშია. ყველას განცხადებას ვერ გააკრობთ. შეიძლება თქვენ საკრებულოს წევრები ბრძანდებით თუ საკრებულოდი ლიგამის ნაკალო მაშინ მერის თანამშრომლობა რასაკინებ და ჟურნალის დაიკაც რა უნდა მოსაწყო. ჩვენ გადავიტანეთ ჩემი ნახების კომენტარი.
შვილი ყარი 64-ის ღმერთმა შვილი მკვდარი მამა რაფერ მაინც არ ვიფიქრებ ამ ადამიანებს სამი დაეყუპა სამი შვილი რა ვქნა რის მოვეხმარო როგორ მივხედო ამას მაინც ხომ შენიც რა არის სიმწარე თქვენ მინდა გკითხოთ რადგან ჩვენ გველაპარაკება ხომ არ იცით რა უთხრა სხვა ჟურნალისტებს თქვენს მოთხოვნასთან დაკავშირებით ჯერ არაფერს არ ამბობ რომ გამოძიება აღწრულია ამ ფაქტისადმიო მაგრამ მე ვფიქრობ რომ გამოძიებაც შეცდომაში შეყავს არასწორი მოკვლევის მიწოდებით იმიტომ რომ უარყოფენ რომ ჩვენ ამ ოჯახს დაღუპულ ოჯახს ცოცხლად ჩამახულ ოჯახს რომელიც ტიპის ზონაში ცხოვრობდა და წლები ითხოვდნენ თანადგომას ამ ოჯახის მიერ დაწერილ განცხადებას უარყოფენ მაგრამ იქ კიდევ 6-7 ოჯახია მაგრამ გაასახლეს ერთი ოჯახი გაარიდეს იქ მდგომარეობას რამდენი ბრძანებს რომ ახლოს არავინ არ ცხოვრობს რომ ეს მანძილი რამდენია თქო რომ ვკითხოთ 50 მეტრი და 50 მეტროში სოფელში ფიზიკურად ვერ იქნება მოსახლეები ერთმანეთთან 200 მეტრი 300 მეტრი 400 500 მეტრი სოფლის დასახლებაში მეორე ოჯახის მანძილი თუმი ახლოს არ არის ქედი რომელიც წამოსულია მეწყერდან ჩაიტანა ეგერ მეტროობის ქვევით ეს საფრთხეს არ წარმოადგენს და ესენი მართავენ მეწყერს კედელი უნდა ააშენოს გეოლოგები ეს ეწერენ მამუკა ბუტკარაც კედელი ჩამოასხით ნარგავები დარგით მიწას არ შეეხოთ მანდარინი გადაჭარით რატო ვერ შეაჩერა მეწყერი იმ საღამოს რატო ვერ გააჩერა რა კედელმა უნდა გააჩეროს მეწყერი ხოლო ზედაპირული დაკვალიერება ეს არ არის საკმარისი ადამიანებო ეს უბედურება იყოს ჩვენი ხმა რომ სახელმწიფომ გამოფხიზდეს და სხვა ოჯახები არ გაიღუპონ და სახელმწიფომ თავზე აიღოს როგორც წინა პერიოდში მართლობის პერიოდში ხდებოდა საფუძვლიანად კვლევა აწარმოონ და საშუალო და დაბალი ჩინოვნიკების ხასიათით და ნებით ვიზზე გასცენ კატეგორია რომ მეწყრულია ეს კერა და ვიზი არა მე მაქვს ოჯახები რომელსაც გზარიც არა აქვს არც არის და 25000 ლარიანი პროგრამა აქვს ათვისებული საუბედუროდ იცით როგორც ხდება ხო გამოითხოვეთ რაიონებში გაცემული ბოლო 5 წლის დასკვნები მე აბრძანდით იმ სოფლებში და გადაამოწმეთ სახლები ეს არის ყველა ფაქტი ჯიუტია ჩემს სოფელში ზუსტად დაახლოებით 12 სახლი ესეთ მდგომარეობაში თქვენ რომელ სოფელში ცხოვრობთ შუახევის მუნიციპალიტეტში გადადით ყველას რაიონებში გადადით ჰესებიდან წამოსული ქვები ტროსებით არის დღემდე დამაგრებული სოფელ მახალაკიძეებში ქვევით 4 ოჯახია და უსაფრთხოა იქ ცხოვრება ეს ამ თემასთან კავშირში არ არის მაგრამ ისეთივე უბედურება და ისეთივე ხმის ის არის ამაღლება საჭირო როგორც ამ ჩვენ დატრიალებულ უბედურებასთან თქვენ ოჯახის ახლობელი ბრძანებით ბიძაშვილია გარდაცვლილი მაგრამ თქვენ სახელი და გვარი ნარგის დიასანი მე რამდენი საათია რაც აქციას მართავთ 11 საათზე ვიყავით აქ მაგრამ ბატონ მერს ველოდებოდით ბრძანდებოდა და დაახლოებით 1 საათში ცოტა მეტი დრო გავიდა რომ მოვძანო. ზოგიერთებს სასაცილოდ არ ეყო აქ ჩვენი აქ ყოფნა. შვილებზე არ არის თავი. შედით და გამო. მე ვფიქრობ რომ უნდა ფიქრობდეთ რომ მთლიანად მართლობას, მთავრობის წარმომადგენლობას, უმაღლეს საბჭოს ვიდრე ჩააყენებს უხალხო მდგომარეობაში დაწეროს განცხადება და წავიდეს ჯობია. მაგის ამ დღეში ჩამოარის ჟვაძესთან თუ არ დაწერს განცხადებას. ის გეოლოგებიც მობრძანდებიან და გონია სამივესთან მოუწიო გაგზავრება. მარტო განცხადება აშველის პასუხი და აგონ თავიდან დაწყებული ბოლომდე დამტავრებული. ამაც სანამ კამერაში არ დევნახავ ისე გულს ვერ მეუწყდა. სხვა დამახული ოჯახის წევრებზე პასუხს ვინ აგებს? გვაინტერესებს. თქვენ არ გაინტერესებთ? დავსვათ ამ კითხვებსაც. სოცხლთა დამარხული შვილები, სოცხლთა. საოჯახო ორჯერ დავმარხეთ. სოცხლი. ქვეყნები არ გამეჩინებოდნენ იმ დღეში იყვნენ დატეხილი დალეწილი. დამარხული სამოღება ჰაერში ყოფნა ჰაერზე და მე ისე გახსნა რანაირ ფორმას მიიღებდა მარტო სხეული. დატეხის და დამსხვრეულს თავი დაანებენ.
დაშავდა ბაღნები, არ შეიძლებოდა ანგეროზივით ბაღნების გამოჩენა არ შეიძლება. იმ 15 წლის ბაღანას რა შეჭოდნენ მათ? იმას მაინც რა ვერ დაახსნა. ქონება აქ ვენდა და თიკაი მეუყვარ ახლა და უზრუნველყოს მაგ. შეგახსენებთ ხელვაჩაურის მერის კაბინეტში ვართ, სადაც საშენების ოსტატია. სოფელ ქვედაჯოჭოში განვითარებული მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მართავენ საპროტესტო აქციას. მესამე საათია უკვე, რაც ეს ადამიანები არიან შეკრებილი. ჯერ თავდაპირველად იყვნენ ხელვაჩაურის მერიის წინ შეკრებილები, შემდეგ ითხოვდნენ ჯუმბერ ვარდმაინძესთან შეხვედრას, საბოლოოდ კი აღმოჩნდნენ ჯუმბერ ვარდმაინძის კაბინეტში. ისინი ითხოვენ გადადგეს ხელვაჩაურის მერი, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის გეოლოგიური სამსახურის უფროსი და ასევე ითხოვენ გამოძიებას და იმ პირების დასჯას, ვინც არის პასუხის, ვინც მათი აზრით გულგრილობა გამოიჩინა და ყურადღება არ მიაქცია წერილებს, რომელიც წერილებითაც სოფელ ქვედაჯოჭოში მცხოვრებნი მიმართავდნენ ხელვაჩაურის მერიას და სთხოვდნენ მათ, რომ მიექცია ყურადღება, რადგან სახლი იყო მეწყრულ ზონაში და სჭირდებოდა დახმარება. არაფერი არ არის. თქვენ გითხრენ ჩვენც თანაც ვინას გინდა მისცემენ. საუბრა მიმდინარეობს ეს ბავშვი საწევდა კაბა არ დარჩა, ფეხსაცმელი არ დარჩა, სოფელში წაღებული 2 კაბა და 2 ფეხსაცმელი ქონდა. კიდევ გაწევდა ნეტაი მომანი წესულიყო. არ მინდოდა პასუხი აგონ წავა და ვერ შემიძლია ხო? 10 პენსიონერი არა. დავждები ხუჩა მწვანის გავყიდი. ამ ბავშვის შესახებ მინდა გკითხოთ, სად ცხოვრობს ახლა ეს გოგონა და დეიდა არის მეურვე. ბანშია ამჟამად, ბანში ცხოვრობენ და იმედია სახელმწიფო აიღებს თავზე ცოცხლა დამარხული ოჯახის, რომელიც ვალმა წაიღო და წლების განმავლობაში რომ არ დადეს ნორმალური დასკვნა გეოლოგებმა და არც გამგეობამ აიღო საკუთარი პასუხისმგებლობა და არ მიაქცია დროულად ყურადღება, ბავშვს საცხოვრისს მაინც შეუძენენ და ნორმალურ სკოლაში მაინც ასწავლეა. იმიტომ რომ მას უდიდესი ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს აჭარის მთავრობა დაეხმარებოდა რამდენიმე დღის წინ იყო, რომ თუ სწორად მახსოვს, თქვენამდე თუ მოაღწია ამ ინფორმაციამ? დახმარებით დაეხმარებოდა რამდენიმე დღის წინ. არაფერი. გეუბნებით ლეპტოპი და გასვენების ფული გამოაგზავნა. მათ თვითონაც სამძიმარზე მოვიდა. თვითონ ეს ვინ? ვიჟუაძე, იყო ციხისძირში სამძიმარზე გამოვიდა. შემოიარეს მისი აპარატის წევრები, რა ვიცი ვინ ყავს და გვითხრა რომ ბავშვს აუცილებლად ბინას მივცემოდა. ჯერჯერობით არაფერი არ არის. დავეხმარებით. მე ვენდობი ისეთი კაცი გამოაგზავნა ახლა მამას ვარდმაინძეს რომ ვინმე სერიოზული კაცი გამოეგზავნა ნაცნობ. ვენდობოდი მე ვენდობი იმ კაცს ვინც მოვიდა და გვითხრა რომ 3 დღე მადლობთ და გადავწყვიტავთო. იმიტომ არ მივედით და არ შევაწუხეთ ჯერ. აქ იყო საპატრონო, ეს იყო ხელვაჩაურის რა ცხოვრები და არა. ეს მთავრობის მეთაურის ბრალი არ არის გეოლოგების ზედაპირული დასკვნა. სწორად გავიგეთ რა. ახლა ქვედაჯოჭში გეოლოგებმა და მოსახეთქი იყო და ან გამგეობამ რო არ მიაქცია ყურადღება, ეს ხო უმაღლეს საბჭოს და მთავრობის აპარატს ანუ. კი რა თქმა უნდა ეს გააკეთა. რაც შეეძლო თუ არ შეეძლო თუ მეტის გადასახდელი იყო და არ ვედავები მე იქა. იმედოვნებთ რომ მთავრობის მეთაურის და უმაღლეს საბჭოს სიტუაციაში და არ ვედავები. ადამიანურად გაითავისებს ჩვენ პრობლემას და სხვა ოჯახებსაც პასუხს მოთხოვს, აგებინებს ამ ორივე გამგებელსაც, გეოლოგიურ სამსახურსაც და სპეციალურ კომისიას შექმნის იმედოვნებთ, რომელიც გეოლოგების გადამოწმებულ ოჯახებს კვლავ გადააკონტროლებს.
და საფრთხის ქვეშ არ დატოვოს. ახლანდელ სიტუაციაზე მინდა გკითხოთ, თუ გაქვთ ინფორმაცია ქვედა ჯოჭოში კიდევ თუ არიან ოჯახები მეწყერსაში ჩამოვთვალეთ, 7 ოჯახი იყო. ჩვენს ოჯახთან ახლოს 7 ოჯახია მეწყერსაში მდგომარეობაში. თქვენ ჯოჭოში ცხოვრობთ? თქვენი ცხოვრობდა იმ სახლში. იმ სახლში მე ვცხოვრობ. მე და თიკა გადავჭით ცოცხლა. არც ერთი არ ვიყავით სახლში. 21 წლის ვიყავი ამის დანის ბავშვი რომ მოვიყვანეთ და მე არ გავთხოვილო. ვიყავი სახლში და რომ სანამ შევძლები ვიმუშავებ და მე იმედი მქონდა რომ ავიდოდი სახლში და ჩემი გაზრდილი ბავშვი მომხედავ. სადარ ახლა მისახედი იქეთ დაგჭაგო. ახლა დავჭი ბავშვი. ჩემი მობაზე კოცნებობდა. რამდენი მედლები, სიგელები, თასები ქონდა, უფრო ძლიერი გავხდები. შტანგაო ცოტა ძნელი სპორტიაო, წელი მეტკინაო და ბოლო დროს ფეხბურთზე იყო გადართული. ვიხაროდა, რომ რაღაცას მიაღწევდა. საფრთხე ჩემპიონატი უნდა გავხდე. ჩემპიონი უნდა გავხდეო, რომ ბაბუასო იქვეყნათო, დიდ ბაბუას იქვეყნათ გაუხარდესო, რომ მის სახელს ვატარებო და მისი სახელი უნდა ვასახელო. არა, კიდე ჩემამდე არ დადის იქ რა მოხდა. ამისთან რაღაცა ისეთი რა წამოვიდა იქა, რომ ის რა წამოვიდა. მაგრამ ამ ბონუს ის წლების განმავლობაში გაბატონებანა და გაგვდა ეს ყალი, ეს მეწყერი, ეს ჩამოშალებული ვიცი, იქ არხები იყო. მაღალი ძაბვის ბოძები რო გაიყვანეს, მერე უფრო გაფიჩებულად ძები. და არხი აღარ იყო და მოდესაც ტენდერები ტარდება, თუნდაც აი ესეთი სამუშაოები, ესეთი მაღალი ძაბვის მაშინ ხომ უნდა მიიყვანოს გეოლოგები, თქვენ ნამდვილობის სურველი ამოცანა ეს უნდა იყოს, რომ გადამოწმდეს რა სახის სამუშაო მასშტაბია თუ რაც არის, რა სახის სამუშაო შეიძლება ჩატარდეს, როცა ირგვლივ ყველა ოჯახს დაწერილი აქვს მეწყერსა და გეოლოგიურ სამსახურთან განცხადება და თქვენთან რომ გადაამოწმონ არის იქ ვინ გათხარა ის სტოლბები იქ ვინ მაღალი ძაბვა ვინ და სახელმწიფოს ინტერესებში ხომ უნდა შედიოდეს, არა? საცა მავთულები გაიარა. და რომ მეწერია მაშინ ტენდერის თანხას არავინ არ უნასაურებდა იმ შეპესეს. მიხვდით რაშია საქმე და არ უნდათ ამის დაფიქსირება რომ და ეს შეპესებიც კიდე ვისია ძალიან კარგად ვიცით პარალელურად როგორ ხდება და ვინ იმარჯვებს ამ ტენდერებში ოდილგანო. იქ ჩვენთან ორი იყო მარტო ციფნაში ორი იყო იაშაი და კაკო ერთი ხელა სტოლბა მაღალი ამძის სტოლბა რომ იქ დაასვა იყო ხელა ჩვენი ორი სახლი ძალიან მაგიმას საშიშროებაში ჩარდა. ჩვენი ორი მაინც არა და 500 ძილი ნაძრი იყო იქ დააყო ბაბუს და 500 ძილი ნაძრი იყო იმზე არის ხვალ იმაც გადმოახდა ჩაები იყო იმას გადმოახდა გზა იყო იმას გადმოახდა და გზას კიდე ზეიცახთან გზა იყო იმასაც გადმოახდა წამოვიდა და ასე რომ ვიშ ის რომ ეს რომ ვიშ პოლიმიოტია თუ ჯანდაბა და ასე გამოგვილი ჯოშუაგული ბოსები დაარჩა ჭიშკარი დაარჩა და სახლის ნასახი არ არის დასახლარიც არ არჩა ალე მე და შუქარს დილას მაღალი ედის არქიტექტურა. მართლა არქიტექტურა და არ მოხურებ რომ სახეზე ვინკაც არ ეცვლება. ეხლა მე უნდა. იმ არქეოლოგი ისინამაი გეოლოგები თქვენი განცხადებისთან ახმოთ ხომ ამოვდენი. სიზმაელა ხესვამი ფედერაცია მომდინარე სახლის კდება და ევდეთო ხომ ვინც ხან ბუშვით აქედან ისხა. რა ეწევდე, მათ ეწევდე? ხომ აქედან მიკითხება მიეცით თქვენ რაიონმა რომ ედით ქვედა ჯოჭოში ნახეთ რომ გამოხეთილია. გამოხეთილია და აბა კაცმა მაშინ ის კაცი ჩავიდეთ და ვნახოთ ego ასასვლელი ხომ იყო კიბის და ბაღანა მიაყარა იქ. მე არ მოყიდა
მოდიდან არ გავაცი. და ჩემი რომ ხელი ვერ მოკიდეს იმას არ წამოვიდეს ზვარი და ხელი არ მოტანა ისეც კარგი და არა, ხელვაჩაობა იცოდა. აქ განცხადება იყო მოსული, ახლა შენ დაფიქრდი, ვითომ ჩვენ არ ვასწრები და მე და შენ ვარ ნათესავები და პასუხი გემეცი. აქედან ხელვაჩაუს რომ არ ცოდნოდა და გეოლოგისტვის არ ეთქვა ქვედა ჯოჯოში თედორაძე მუნდინის სახლთან ჩამოშლაებულია და შეამოწმეო მისი თევზოდა კაცი. პატიოსნად მითხარ ახლა, სინდი მე და შენ ლაპარაკობ, არ ვარ შემოწმებული. და მითხარი აბა, შენ რომ არ ახლა მაგერ მოვედი და ჩხავი შენთან Ura, cum am avut? Mi-e în televiziune și zic că n-a avut. Vistați mi si teudo da geologi da și am oțmentara. Rai s-a putut zeu da aici. Nici știți ceva, unde sta? Și cum da ut claro? Aha, bicho, esa siari. Da me gavade bule pșen, kelva chavis real smeri. Ah, vidi, asta și am oțma. Am avut da încațma. Și mi rămas zis oalem stine am oțma. Am avut da dascuna da denom araris suav șantișrova. ვინ გაგზავნა გეკითხე. როდესაც მეწყერს ეხება, მიზეზი არის მეწყერი. თქვენ რანაირად უნდა ელოდეთ? კიდევ რატო არ მოინახულეთ? კიდევ რატო არ მოიკითხეთ? კარგი გეოლოგმა მოგცა და როგორც ახლა ზედაპირულად თქვენ ახლა მიაწოდეთ ის მოკვლევას, ახლა რომ მიაწოდეთ ამ გვაჩვენეთ გამოძიებას, ისე მიაწოდეთ. შენი ბაღლები რომ იქ დაიღუპე, მისმე ედი სოფელში. ნახეთ დედრაძე ხენიფეის ოჯახი ნახე, არიფაის ბაღლები ნახე. იაკობაძეები ნახე, თამაზანი და რა ნახე არა. ისინი წევლიან მასზე. ისინი წევლიან, გეუბნები ეშე. მე უარესი დღე დაგაგებიან, მარტო შენ კი არა, თლიან რაიონს. მე შენ გეუბნები რომ ის არ ჩერდება. მოდის ის გზა, მოდის. ამიტშიც ვერ ვიძინებდო ამბობ. ამიტშიც ამ ზარდა გაზი გათხარა, ტრუბა გეიხვანა, თხრილი არ გუკეთა, რაც იყო ისი წამოავწო. რა იფიქრა ბიჭო, ზეიდან წყალი ესხმებოდა კაცთა გაზის ტრუბა დაყავდა ეკიდა. ასე უპასუხისმგებლობა რა ვერ შეიძლება. სიცოცხლესთან გაქვსაქმე არ დაიღუპა სამი კაცი. ხვალ ხელიფის სახლი უმოშორდეს 15-აშია. 15-იანში 4 ოჯახი ცხოვრობს. Haide, acum gamondă că tu puteți pagana. Gevda ața, nakirai. Dalances, rasul capitință. რას პასუხობთ ჩვენ? წერებთან ხადებას თუ არა? მაინტერესებს ისთვის ვარ. თქვენი მოსაზრება. Edi momentanос arheologis cinova da mene მომთხოვა და პასუხი. გეოლოგი. იგოგო ეძებს. გვეც. განცხადება. შედა მონია აკეთებს, რატო წავას მაგარი ძირი არ არის, არ არსებობს კონკრეტულად. მაშინ იგი ისოძარი და არც ქაღალდი, არ არსებობს. ერთი რამე ხარიც ის რომ დაწერილია კომპიუტერში შესული ხომა. იგი რომ წერია თედორაძე დავით ხასანის ძე, ბიჩმანაის სახლი. იმის თედორაძე ლევანი მოედინის ძე. ხასანის დავით აიდაფიეს ლევანი რა პემოშალე. ჰა? იმღანეს ჩემეგა. არა, მე იშლება კომპიუტერში. იმიტომ რომ მე მოშალო რომ პასუხისმგებლობის საკითხი იყო. არა, ფიქრობ. იმღანესი არა ერთი წლის მერე მეშ. ფიქრობ ჯერ ასე უპასუხისმგებლობა. აჰა და ჩვენი წავიდა, სამი აღარ არის. დანარჩენი ხელასოფელი 7 ოჯახია. ისიც რომ წამდეს მე საღამია. არცა, კიდე ასე იქნება. ო, სინდისი არა. არ მახსოვს სიტყვის. არ მახსოვს. არ თქო წავიდა. თიდან სულავი არის, თიდან ოჯახი 5, 7, 10. არ მახსოვს რომ ისახი ყას. მაგას რა ახსოვს, წაარა ჯამაის არა. რაც არ აინტერესებენ, არ ახსოვან ამათ. მე ვარ, რა ჩემი შვილები და რა პეტრომა. ერთი დედა ყოფილიყო ცოცხალი. რაღაც
კოალიცია მოვდეცაც ერთმანავს მასე რინგოუშვებს მაგრამ შეგახსენებთ რომ ეს არის ლაივი ხელვაჩაურის მერიიდან კონკრეტულად ხელვაჩაურის მერის კაბინეტიდან სადაც ჩვენ აპერტ სოფელ ქვედაჯოჭოში მეტყრის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები დილიდან არიან შეკრებილები და ითხოვენ ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას. ახლა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თქვენ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში თვალს ადევნებდით ლაივს და იმ პროცესს, რაც ხდებოდა ხელვაჩაურის მერის კაბინეტში. ახლა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა 15 წუთი მისცა დრო მერს გადადგომისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჯუმბერ ვარდმანიძე განცხადებას არ დაწერს, მოქალაქეები ამბობენ, რომ გამგებელს ამბობენ, რომ ხელვაჩაურის მერს სამუშაო ოთახიდან გაიყვანენ და მის სამუშაო ოთახის კარს აჭედავენ. აი იცი რა ხენი მამა მოწყარაძეს უთხარი სადმე გიხარ ბატონ ჯუმბერობით ბატონო ჯუმბერ უნდა დაწეროთ განცხადება ერთი მოტოვდეთ რატო ვერ დავიდე დაუპერულებ ეს ასე არ შეიძლება. სისხლის ამალეს საქმეა 116. მე შევსდით რა. სიცოცხლის გაუქმების მოსპობა. აღზრულია საქმე. ყველაფერს გაარკვევს გამოძიება. დოკუმენტების მიმართებს გამოძიება. ყველაფერს გაარკვევს გამოძიება. ყველაფერს გაარკვევს გამოძიება. დოკუმენტების წარდგენა დაპირდით და რატომ დოკუმენტი მომიდანე შენ დოკუმენტი მომიდანე აკეთე დოკუმენტი მომიდანე ვიად გაყევი გამატარეთ რა რო გადავწყვეტ პრობლემების ერთი წამი რა პრობლემაა გასაგებია მუშაობენ ჩაგაბარებო ერთი წამი ფოტოები გადაიღებთ ხო ჩამაბარეთ შენ ჩამაბარე ბარდი ეცა აგე ნახო ან ნუნკალ და წამი და
მიდი, всё, ჩართულია ჩქარს. რა სირცხვილი რა გავსებს, გამიწოცხლე? სირცხვილი. ამას სურათი დუდო. რა მუსიკა და გასული საბუთი მომიტანე და წავალისი არ გიშვი. არ არის საბუთი. არ არის საბუთი. არ არის. ამაზეება ყველაფერს გამოიყო. არ არის. მე ქუსეინა იყურება. იყურება კი, ნამდვილად იყურება. ნამდვილად იყურება. ბაბა დადაბა შუქარი დედა, თქვენ დალეული ხარ. ნასვამია ეს ბატონი და გაიყვანეთ. ნასვამია ეს ბატონი და გაიყვანეთ. ალბათო. ერთი წავ. გადასაწყვეტ საქმეებზე ერთი წავით. კაბინეტში ჩემი შდომით, პოზიცია გასაგებია. სიტუაცია გასაგებია. კაბინეტში ჩემი შდომით, მათთან არაფერი არ გადაწყდა. ეს ხო წინვალად ხდება. დოკუმენტები მიგზავნა კაცრაში და მიცემე. ეს სისხლის საბაღის საქმეა აღძრული კაცო. გადადგომა სისხლის საბაღი. ამაზე გამოზია. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარია რა. არ გიწევ. ახლა თქვენ მუხტავთ სიტუაცია. ძალიან ეს ოჯახი შეიძლება. მეჩი ალბათ არ დაგაშოვება. ვამ ერთი დაიმოსულიო. კაბინეტში შემი ზომი ხასტე. დოკუმენტები რომ არა. იგერა კანცელარია მიგზავნა ბუჯეტ აი. იგერა კანცელარია მიგზავნა და გამოიგე. გამზადებულია. იგერა. აი გურ მე მიგიდე. არ ჯერავთ რა. კარგით რა. წახვედი. ეს არის პასუხი. ესეთი მერი ესეთი გაუბედურებული შიმყუდარ ოჯახი. იმ არქეოლოგიას არქიტექტურა იქნება. შენებლობაზე გაგვიანდებათ? შენებლობაზე გაგვიანდება ბატონო? შენებლობაზე? ის თუ არა ხარ, ესენი ხო ხალხი არ არიან. მე მიცანი მე იმის ვიდეო ბოზოის ბიჭი ვარ ხატის ხატი მასალა შენი მასალა ხონდა ხობები დამშვიდი ვიცი რომ შენაბეზარო აი ესეთი მერი ყავს. შილხუდარ დედას მანქანით გადალიწყე რატომიში მუშაობაში. ეს გაიგდა ორი წამი. მანქანით გადაუარაზე და გაიქცა. რითი გაიცადე? რითი გაიცადე? ხმეთმა გობადურობა არა გაშორა. დღეში ჩაგამდურა. დედასავით გამწარებული. არა მე რა მითხარ? იმით რატო? შანზე ხარ? იმით
აი ეს სეირის მაყურებელი ხალხია, რასაც აქ ეს ნაბაზარი ისი, ნაბაზარო ჩვენ. ხალხს რა ფორმამდედება, მე ბეხებთან კიდე ასე ცხოვრება. მას სამი შვილი გავმარხე. შენ მაჩათლა ხაროკალო. მომკიდა ხელი და გამომიქნია. არა, თუ დამალას უსტათაც იმის კაცობაც არ აქვს, რომ პასუხი გაგწეს და გაიქცა. და გამოგვეხარა მიწაში რომ ჩაძრეს ამევრე. აბა დაიტრაბა ხოს მარტვანზე თუ დავაცოთ ხლომა. ჩვენ მაგებინებს მისი სიცოცხლე ჩვენ. მაგრამ გაიქცა დაიმალა. გადაუარა ხალხს ლამის დაინახეთ რაც მკვდარ დედას ლამის მანქანით გადაუარა. აი ეს არის ქალაქის მე ერთი საათი ვერ ჩამოვედი იმ ხელაკიბეებზე და აქ მანქანით იმაშობა. გათახსირებულები ესენი. გამოპერეგუნდა. ესენი უნდა მუშაობი ესე. ეხლა რა საპირე? არ მოვეშვებ. ეხლა რასაც ვაპირებ არ ვამარკიდე საწევო სახში გევალა მე. აქ რა გინდა პირდაპირ თავრობაში არის? თავრობაში ჯერაც გქონდა საქმე. ეს იყო ლაივი ხელვაჩაურიდან. აქ უნდა დაგემშვიდობოთ. ხელვაჩაურის მერმა დატოვა საკუთარი კაბინეტი და გამოვიდა კაბინეტიდან. მას გამოყვნენ მეწყრის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები. დაახლოებით 3 მანქანაში სცადა ჩაჯდომა. 3 მანქანას ოჯახის წევრებმა გზა გადაუკეტეს და ბოლოს მოახერხა და ერთ-ერთი თანამშრომლის მანქანით დატოვა ხელვაჩაურის მერის მიმდებარე ტერიტორია ჯუმბერ ვარდმანიძე. ეს იყო ბათუმელების ლაივი. შეგიძლიათ ინფორმაციას მიადევნოთ თვალი ჩვენ საიტებზე ბათუმელები.net, net გაზეთი G. მე გემშვიდობებით.